ეს არის პირველი საფეხური. ეს არის ბოლო საფეხური. მოგესალმებით ყველას. წელს პირველად ხვდებით ერთმანეთს და ამიტომ მთელი გულით მოგილოცავთ უკვე დამდგარ შემობრძანებულ 2025 წელს. ყველაფერს გისურვებთ საუკეთესოს და ყველა იმ ნატვის ახდენას, რაც 2024-ში არ აგისრულდათ, ვერ მოხერხდა და წლევანდელი წელი მინდა იყოს ნაყოფიერი, ხვავი და ბარაკი ცავს, ჯანმრთელობის და მშვიდობის მომტანი. ბევრი თქვენგანი მიუგნება, რომ შოკა ზოგჯერ მგონია, რომ არაფერი არ გაწოხებს. ისე დიხალისიანი ხარ, მგონია, რომ არანაირი პრობლემა არ გაქვს და შენთან ყველაფერი დაწყობილი და დაალაგებულია, მაგრამ ესე ნამდვილად არ არის. მეც ყოველდღიურად ძალიან დიდი სტრესი მაქვს, ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ იმდენად შინაგანად ვარ ხალისიანი, რომ გარეთ არ გამომაქეს ყველაფერი და ზუსტად ვიცი, რომ დღეს თუ ცუდათაა საქმე, ხვალ კარგად იქნება ისევ და ისევ, იმიტომ რომ ვარ ძლიერი და პოზიტივით, ოპტიმისტით ახსავსე ადამიანი. ტყუილ არ არის ნათქვამი. ჩვენ ღმერთი ისეთ განსაცდელს არ გვეგზავნის, რასთანაც გამკლავებას ვერ შევძლებთ. ამიტომ ფარხმარი არ უნდა დავყაროთ, თუ დღეს ვართ ავად, გამოვალ სიტუაციაში, პრობლემებით სავსე და გონია რომ ცხოვრება დამთავრდა, ხვალ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და გაუმკლავდებით ყველაფერს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ღმერთი არ გვიგზავნის, ჩვენ გადაულახავს არაფერს. ვდგები ახლა დღევანდელი ვიდეოს თემას. 2024 წლის ფავორიტად მასწრებად დავასახელებდი დარსონ ვალის აპარატს. ახალი არავისთვის არ არის, თუ არ გქონიათ გამოყენებაში, ბევრს ალბათ გსმენიათ და ძალიან ეფექტურია, თუ მას ჩვენ სისტემატიურად გამოვიყენებთ. მე ადრე მქონდა სადღაც 5-6 წლის წინ თეთრი ყუთით Amazon-ზე შევიძინე, მაგრამ მაშინ რაღაც იმდენად არ ვიყავი ამ დარსონ ვალით დაინტერესებული, ძალიან იშვიათად ვიყენებდი და შემდეგ დამივარდა, გამიტყდა და რაღაც მეგონა რომ არაფრის მომცემი აპარატი არ იყო, მანამ სანამ ამ კოსმეტოლოგიას ხმად არ შევისწავლიდი, ფრეკვენციებს და ზოგადად იონების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას არ მივიღებდი და აუსბილდინგის დამთავრების შემდეგ ახლებს გაგეცნობი და გეტყვით, რომ 47 წლის ვარ ეხლა და 45 წლის ასაკში გავაკეთე გერმანიაში აუსბილდინგი დერმატოკოსმეტოლოგიის განხრით და როდესაც ქიმიას ესე ღრმად ჩაუჯექი, მივხვდი თუ რაოდენ სასწავლო მოქმედი შეიძლება მართლა იყოს ფრეკვენციები ჩვენს თმაზე, თმის კანზე, ისევე როგორც სახის კანზე. ხო, ეხლა დავიწყე, ეხლა კი არა რამდენიმე თვის წინ დარსონ ვალის ისევ სისტემატიურად გამოყენება და არ ვიცი, ეხლა ცუდი განათება მაქვს, თმა არ ჩავს, იმდენად ხშირი თმა ამოდის, ანუ ის მკვდარი უჯრედები, რაც აქამდე ვერაფრით ვერ გავაცოცხლე, ყველა გააღვიძა, გააცოცხლა და ესე ბუჩქებით ამოდის პატარა თმა. თმასაც უკან რო ავიწევ, ესე არ მემორჩილება იმდენი მოკლე თმა მაქვს, უკან უკვე აქ ჩატეხილები რომ მქონდა, ყველაფერი ამოვსებულია. საოცრად კმაყოფილი ვარ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს აუცილებლად უნდა ჩავიტაროთ ეს პროცედურა, თუ გვინდა რომ გქონდეს შედეგი. ორიოდე სიტყვით ეხლა თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ და დღეს მაქვს ზუსტად გუშინ ჩავარდნა მქონდა და დღეს მაქვს ზუსტად აი ამის სეანსის დრო დარსონ ვალის ჩავიტარებ და ნახევარ საათში უკვე საქმეზე უნდა გავიქცე. ესე იგი, კურსის სახით ვიტარებთ 20-25 დღე, ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს 25 წუთი ნახევარი საათის. საკმარისია და თმა უნდა იყოს აუცილებლად მშრალი და სუფთა. დღეს მინდა ზუსტად ჩავიტარო პროცედურა, გავიკეთო ზეთებით მასაჟი და საღამოს მგონია უკვე თმა დავიბანო. ესე იგი, პირველი მთავარი პუნქტი მშრალი და ერთი კვირის დაუბანელი თმა არ უნდა გქონდეთ.
წლის განმავლობაში შეგიძლიათ 3-ჯერ გაიგეთოთ კურსი. რა თქმა უნდა, უკუჩვენებების გარეშეც ეს აპარატიც არ არის. ლაქტაცია, ორსულობა, მაღალი წნება თუ გაქვთ, დაირეგულირეთ. მხოლოდ შემდეგ მოკიდეთ აი ამ ელექტროდებს ხელი და ისე გამოიყენეთ ძლიერ თავის ტკბილებზე, ვისაც მიგრენი აქვთ. მაღალი წნება გითხარით, კბილებზე მეტალი, ვისაც გაქვთ და მოკლედ რკინების საყურები ყველაფერი უნდა დავიხსნათ თავზე. ახლა ხელზე ბეჭედი მიგეთ, იმიტომ რომ ხელთან შეხება არ მექნება და დანარჩენ უკუჩვენებას დეტალურად კიდე ვიდეოს აღწერაში ჩამოვწერ. ვეძებდი აპარატს და იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ბოლო პერიოდია, ჯუმზეც ხშირად ვიწერ რაღაც საინტერესო ნივთებს, რასაც სხვაგან ამ ფასში დავუშვათ ვერ პოულობ, მინდოდა დამეტესტა ამ ლურჯის შეფუთვით დარსონვალი გამოვწერე ჯუმიდან და ჩემი იმედები ნამდვილად არ გაცრუდა. ფანტასტიკური აპარატია, ძალიან მაღალ ხარისხოვანი და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზად გამოიყურება. თან მით უმეტეს ფასდაკლების კოდიც მქონდა თქვენთვის და აუცილებლად უნდა გამიზიარებია. აქ დავწერ აი ამ ჩემს პრომო კოდს, ქვემოთ დავწერ ლინკებს, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და 10%-ით ფასდაკლებით შეიძინოთ ეს აპარატი. მოკლედ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღეს მხოლოდ თმაზე ვმუშაობთ, გავიკეთოთ თმის მასაჟი ამ მაღალფრეკვენციული დასხივებით აპარატით, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ 3 თავი გვაქვს, მასზე სხვა დროს ვისაუბროთ. დანარჩენი ასეთი თავები გამოიყენება სახისთვის, გამოიყენება ფეხებისთვის, ხერხემლისთვის, ცელულიტისთვის, მოკლედ ძალიან ფართო სპექტრი აქვს დარსონვალს და ვიდეო რო ძალიან გრძელი არ გამომივიდეს, ჩვენ დღეს თმაზე დავიწყოთ მუშაობა. ესე იგი, მოვიხსნათ ყველაფერი თმიდან, მეტალები განსაკუთრებით არ უნდა დაგვრჩეს და შევუდგეთ ეხლა სკალპის დარსონვალიზაციას. ამ აპარატს აქვს აი ესეთი რგოლი, სადაც სიხშირეს, ანუ სიმძლავრეს ვარეგულირებთ თავიდან, თუ დამწყები ხართ მინიმალურზე, პირველ საფეხურზე დააყენეთ და დაიწყეთ გამოყენება. შეგიძლიათ თმის ზრდის მიხედვით მიმართულებითაც გადაატაროთ აპარატი, ასევე შეგიძლიათ საპირისპირო მიმართულებითაც დაიმუშაოთ თმის ძირები. ყველგან არ გამოდოთ არც ერთი უჯრედი, რომ ეს მკვდარი კანი გავაცოცხლოთ, სისხლის ცირკულაცია კარგად მოვახდინოთ, ზედმეტი დაწოლის გარეშე ძალიან მსუბუქად შეგიძლიათ კანზე დაშორებითაც 1 მილიმეტრი დაშორებითაც გადაატაროთ ეს ავარცხალი. უკეთესი ეფექტისთვის მე არ მიყვარს კანთან შეხება, ანუ ოდნავ რო დავაშორებ, კიდევ უფრო კარგად გვგრძნობ ამ ელექტროდებს. მიახლოებით 20-25 წუთის მანძილზე ძალიან ნელა და ვიმასაჟოთ ამ სავარცხლით თავი. ოდნავ წიწკნას იგრძნობთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ, დენს არ დაგატყობთ თქვენი აპარატი. ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს ჩაიტარეთ აუცილებლად პროცედურა, არ დაგეზაროთ. ესეც ასე. საკმაოდ გამიხურდა სკალპი, გამოცოცხლდა თმის ძირები, ფოლიკულები და საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ წავისვათ ზეთი. შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთი, კაცვის ზეთი წაისვათ. ნებისმიერი თმისთვის განკუთვნილი ზეთი, როზმარინის ზეთი თუ გაქვთ სახლში გაკეთებული,
მე კი წავისმევ ამ არაჩვეულებრივ ზეთს, აქ არის როგორც როზმარინი, ასევე ბიდნა და სხვა ისეთი ზეთები განკუთვნილი, რაც ზუსტად სჭირდება ახალი თმის ნაკადის ამოსვლას. ეს ზეთიც ჯუმიდან გამოვწერი, აუცილებლად ლინკს დაგიდებთ, იმიტომ რომ ფანტასტიკური ზეთია და სხვა როზმარინის ზეთებიდან განსხვავებით ერთი დიდი პლუს პუნქტი ამ ზეთს ის აქვს, რომ მოყვება თან ესეთი პატარა ჯაგრისი, მისი გამოყენება შეგიძლიათ წამწამებზე და წარბზეც. არ წავს საერთოდ თვალს, მე იმდენად მგრძნობიარე და ალერგიული თვალი მაქვს, აბუსალათინის ზეთსაც კი ვერ ისმევ. თვალისაცხაც ვერ ვისმევ ახლოს თვალთან, თუ მასში აბუსალათინის ზეთი შედის. ამიტომ ძალიან ისეთი განცვიფრება გამოიწვია ამ ზეთმა, თვალი რო არ ამიწვა და პლუს რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე დავინახე, რამდენად ხშირი გამიხდა წარბები, რომ სისტემატურად მოჭრაც კი მჭირდება. ანუ წამწამ შედარებით უფრო დიდი ხანი სჭირდება ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ მოკლე, სწორი და ძალიან ცუდი წამწამები მაქვს. მაგრამ შედეგს ხედავ. ესე იგი, სანამ თმაზე გავინაწილებდი ამ არაჩვეულებრივ ზეთს, წარბზეც წავისმე, იმიტომ რომ წარბს მე უკვე არ ვიღებავ, იმიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ გამიხშირდა და შეღებვითაც ვიღებავ თვეში ერთხელ და ამიტომ ფანქარი და ზოგადად ფორმის მიცემა არაფრით არ მჭირდება. წამწამზე ხა ვერ წავისმევ, იმიტომ რომ თვალები შეღებილი მაქვს და სანამ თმის ძირები გახურებულია, შევუდგეთ ეხლა დამუშავებას აი ამ ზეთით. თითების საშუალებით კარგად გავინაწილებ. და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ზეთში კიდევ რა მომწონს. არ ტოვებს ცხიმის კვალს. ანუ აუცილებელი არ არის ამ ზეთის თმაში წასმის შემდეგ წახვიდეთ შემდეგ და თავი დაიბანოთ. ძალიან მალე შრება, იწოს თმა და ზოგადად თავის კანი და შემდეგ შეგიძლიათ თმას ფორმა მისცეთ ფენით. სტაილინგი გაიკეთოთ, რასაც მე ახლა გავიკეთებ და თქვენ საქმეებზე წახვიდეთ. საოცარი ზეთია, საერთოდ არ აქვს ცხიმიანობა და სწრაფად იწორება. ახლა გრძნობ უფრო მეტ წვას. აი, დარსონულობამდე თუ ვისმევ ამ ზეთს და საერთოდ ვერ გრძნობ ვერაფერს თავის განზე, ამ აპარატის გამოყენების შემდეგ უკვე საკმაოდ მეწვის. რომ გახსნილია ფორები. ცირკულაცია დაჩქარებულია და საკმაოდ ამიწვა. კიდევ უკეთესი შედეგისთვის ესეთი კარგი მასაჟორი მაქვს. ბურთებიანი. კარგად გავინაწილებ ზედმეტი ზეწოლის გარეშე. აი ამ პროდუქტს ზეთი ქვია, მაგრამ საერთოდ არ აქვს ზეთის სტრუქტურა. ლოსიონივითა და არ ტოვებს ცხიმიანობას, როგორც გითხარით. აი ხა შეშრება კანში და თმასაც ფორმას მივცემ და დავამსგავსები ცოტა ადამიანზე. აი ესეთნაირად. გავაგრძელებ მე ახლა თმის მასაჟს და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. ეხლა დავიწყებ თმის ფორმის მიცემას. ეს ფენი არის ჩემი წლის აღმოჩენა. იმდენად ზარმაცი ვარ ფენების გამოყენების დროს მეღლება ხელი ზოგადად. თან სქელი თმა მაქვს, დავარნილი თმა მაქვს და მოკლედ ძალიან მეზარება ხოლმე ესეთი მძიმე რაც ფენები მაქვს, ყველა ასეა, თუ ისე ყველა მძიმეა. აღმოვაჩინე ეს არაჩვეულებრივი ფენი. ჩატეა, ხელის მოძრაობა საერთოდ არ მჭირდება. თავის ჩადეთმა თავისთვის ახვევს, აკეთებს ფანტასტიკურ ისეთ ხვეულებს, მე რომ მიყვარს ისეც. ძალიან ბუნებრივ ხვეულებს აკეთებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ხვეულები მაქსიმუმ 4 საათი თუ ჩერდება. არ აქვს მნიშვნელობა რომელს გამოვიყენებ. 3-4 თვის წინ შევიძინე ხელის კანკალით დაისონი 550 евро მივეცი და ზუსტად 2 კვირის სისტემატურად გამოყენების შემდეგ დავაბრუნე უკან. ანალოგიური შედეგი ქონდა თმაზე, როგორც ამ იაფასიან ფენს აქვს.
3-4 საათში ხვეულები მეშლებოდა. ეს ალბათ ჩემი თმის სტრუქტურიდან გამომდინარეა ესე, იმიტომ რომ ძალიან დავარდნილი, მძიმე და სქელი თმა მაქვს. და ამიტომ გადავწყვიტე რომ რა თმინდა ესეთი ძვირიანი ფენი და ვეძებდი ასე ზარმაც ფენს, ჩემი ზარმაცი ხელებისთვის და ჯუმზე გამოვწერე ძალიან მომეწონა რეცენზიონები ქონდა ძალიან დადებითი და მინდოდა ზუსტად ესეთი ყველაფერს დავიშვით რო აკეთებს ესეთი ფენი. ძალიან კმაყოფილი ვარ. არც წვავს თმას, არ ახურებს ძალიან მინიმალურ ტემპერატურაზე. სუბუქ ხვეულებს აკეთებს ისე როგორც მე მსურს და 3-4 საათი როგორც ეს დაისონი, ესეც ანალოგიურად ესე ამ ხნის მანძილზე მიფიქსირებს თმას და შვენიერია. მეც მე ფენისგან არც მოველოდი. თუ და გაინტერესად აი ამ ფენმა და ხართ ჩემსავით ზარმაცი ფენის გამოყენების დროს, ქვემოთ ლინკს დავდებ და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ამ ჩემი პრომო კოდით 10%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ. კარგად მეყოლეთ დროებით.